პირველი ექსპერიმენტული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები კვლავ იჩეხება. საირმის ქუჩის მცხოვრებლებმა სკოლის ტერიტორიაზე პატრიარქის სახელობის სკვერში მშენებლობის დაწყება და ხეების ჭრა გააპროტესტეს. აღნიშნულ სკვერში სკოლის დირექცია სექტემბრამდე ახალი შენობის აშენებას აპირებს. მოსახლეობის თქმით, სკოლის დირექციამ მშენებლობა პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა. საირმის ქუჩის მცხოვრებლები სკოლის დირექციის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ და ხეების გაჩეხვის პროცესის შეჩერებას ითხოვენ. ადგილზე დღეს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც ხეების გაჩეხვაზე რეაგირება არ ქონიათ. თიკა ანდღულაძის სიუჟეტი. პირველი ექსპერიმენტული სკოლის ეზოში ხეების ამოსათხრელად მისულ მერიის მანქანას საირმის ქუჩის მცხოვრებლებმა გზა გადაუკეტეს. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდნენ მოძრაობა 7 ნოემბრისა და კონსერვატიული პარტიის წევრებიც. ისინი უკვე რამდენიმე დღეა სკოლის ეზოში პატრიარქის სახელობის სკვერში დაწყებულ სამუშაოებს აპროტესტებენ. ტერიტორია სკოლის დირექციას ახალი შენობის ასაშენებლად სჭირდება. როგორ შეიძლება ვის მოუვიდა თავში აზრად, რომ 30-40 წლის ხეები განადგურდეს? ნუ თუ არ შეიძლებოდა აგერ შენობა, მე შემიძლია ექსპერტი არა ვარ, მაგრამ თავისუფლად შეიძლება სვეტები დადგეს, ამ სვეტებზე ბალიში გაკეთდება და ზემოთ ერთი კი არა, 2 სართული შეიძლება დაშენდეს. მეორე სულა გააკეთე, ბაღის გადარჩება, ნერვებს არ შენ მოიშლი, არც ხოს არ მოუშლი არავის რა. სკვერში დაგეგმილი მშენებლობის შესაჩერებლად იქაურმა მცხოვრებლებმა სკოლის დირექტორს ზურაგ რიგალაშვილს ალტერნატიული ვარიანტები შესთავაზეს. ისინი ამბობენ, რომ სკვერი მათ საცხოვრებელ სახლებთან ერთადერთი გამწვანებული ზონა იყო. მწვანე საფარის განადგურების გარდა ხალხი შიშობს, რომ ახალი შენობა მათ სახლებსაც დაჩრდილავს. მიუმართე იმას ბატონ ზაზას, რომ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ აი ეს შევაჩეროთ. ერთადერთი სარჩელინე შეიტანოთ. კი, სარჩელს შევიტანთ, მაგალითად თქვენ გაჩერდებით, მანამდე ხო უნდა ამას პროცესს არა თავისი დრო. არა, მე ჩემს საქმეს გავაკეთებ, აქ რაც საჭიროა იმას, ესე იგი მოვჭრი, ამოვძირკვა ყველაფერს. პროექტის მიხედვით ამას ახორციელებს სამსახური, რომელიც ჩართულია პროცესში. ის ახდენს სკოლის ტერიტორიაზე ნაწილის გადარგვას, ხოლო როდესაც დიდი ხიარი ის უკვე გააკდა, ახლო მიმდებარე ტყეში ირკვება ეს ხე. დადგა აუცილებელი საჭიროება ამ შენობებისა, ვინაიდან სკოლაში ბევრი ბავშვები სწავლობს, სკოლაზე მოთხოვნა ძალზე დიდია და სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიემართა ზემდგომი ორგანიზაციისთვის ფართის დამატების შესახებ. საირმის ქუჩის მცხოვრებლები ყვებიან, რომ სკოლის დირექციამ ახალი მშენებლობის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრეზიდენტმა ყოფილი სკოლა მოინახულა და მის გაფართოვებაზე ისაუბრა. ვუბნებით, რომ აი ეს ნაძვი ამოიღება და ფესვები სხვადან დაიდება. მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა ნახევარსაუკუნოვანი ხეების ამოძირკვაა. ამბობენ, რომ სეზონის ამ მონაკვეთში გადარგვა არ შეიძლება. შესაბამისი ზომების მისაღებად გარემოს დაცვის ინსპექციაც გამოიძახეს. თუმცა ინსპექტორმა სკვერის დათვალიერების შემდეგ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. თქვენი აქტივობებიც არ არის. უბრალოდ რომ იპასუხოთ, აი ამ სეზონზე თუ შეიძლება და ხეების გადარგვა. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად საპატრულო პოლიციამ ხის გადამგულ მანქანას სკვერში შემოსასვლელად გზა გაუთავისუფლა და სამუშაოებიც გაგრძელდა. სკოლის დირექციას მშენებლობის ნებართვა არც სამართალდამცავებისთვის წარმოუდგენია და არც გარემოს დაცვის ინსპექციისთვის. საირმის ქუჩის მცხოვრებლები ახლა დახმარებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თხოვენ. ვეღულებთ მაესტროს ახალ ამბებს. ჩერქეზები რუსეთისგან ავტონომიის სტატუსის აღდგენას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ჩერქეზებმა სპეციალური რეზოლუცია უკვე მიიღეს ყრილობაზე, რომელიც ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში გაიმართა. უახლოეს დღეებში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ჩერქეზეთის ავტონომიის აღდგენაზე იმუშავებს. ოფიციალური მოთხოვნა წერილობით დაიგზავნებათ რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. კრემლის პოზიცია ჩერქეზეთის მოთხოვნასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. შევეხსენებთ, რომ ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 1957 წლამდე იყო. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრმა ზაზა გაბუნიამ საკუთარი საარჩევნო პლაკატების ჩამოსვლა დღეს პეკინის ქუჩიდან დაიწყო. 3 დღის განმავლობაში გაბუნია საკუთარი საარჩევნო პლაკატებისგან თბილისის ყველა ქუჩას გაათავისუფლა. მისი თქმით, ამით ქალაქს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს. იმ ქალაქში, იმ ადგილას, იმ გარემოში, სადაც ცხოვრობ, იმ გარემოსადმი არ შეიძლება კონდეს მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება.
არსებობს ვალდებულება სრუნვისა და ამ ვალდებულებით დღეს ჩვენ შევიკრიბეთ კანონის ვალდებულებასთან ერთად, რათა ჩამოხსნათ ის სააგიტაციო საარჩევნო მასალა, რომელსაც გადაივსო ქალაქი მთელი საარჩევნო კამპანიის პროცესში, რათა განთავისუფლდეს და პირვანდელი იერსახე დაიბრუნოს თბილისმა. ქუჩის აქციებს ნაციონალური მოძრაობა დაპირებების შესრულებით დაუპირისპირდება. ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ოპოზიციის განცხადებებს შემოდგომისთვის მოსალოდნელი ქუჩის აქციების თაობაზე. ჩვენი გზაა ვებრძოლოთ პრობლემებს და გადავჭრათ ისინი. ოპოზიცია თავის გზას თვითონ ირჩევს და არ უნდა ეწინოს, რომ ხალხი ხმას მისცემს შენებას და არა ჭექა-ქუხილს. განაცხადა მაჭავარიანმა ნინო ჟიჟილაშვილის საავტორო გადაცემაში პოლიტმეტრი. ეროვნული საბჭო მაგალითად უკვე ამბობს, რომ ახალი ქუჩის აქციებისთვის ემზადებიან და ისინი ამას ამიტომ ჩვენი გზა არის გზა იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ პრობლემებს, სამუშაო ადგილები შევქმნათ, გავაძლიეროთ ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა, გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რომელიც არის სოფელში, გაზმომარაგების, გზების, ინდივიდუალური მიცვალების, სოფლის მეურნეობის საკითხების მოგვარების. ჩვენი გზა ეს არის. მათი გზა თვითონ ირჩევენ და შემდეგ ამომრჩეველი არ უნდა გაბრაზდე ამომრჩეველზე, როცა ამომრჩეველი აკეთებს იმ არჩევანს, რომელიც მიაჩნია, რომ შენებისკენ უნდა გააკეთეს და არა ჭექა-ქუხილებისკენ. დღეს საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იწყება. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლას სარკოზს შეხვდება. ორი ქვეყნის პრეზიდენტები საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის საკითხებს განიხილავენ. პრეზიდენტის პრესპიკერის მანანა მაჯგალაძის განცხადებით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილი შეხვედრებს გამართავს როგორც ქვეყნის პრეზიდენტთან, ასევე საფრანგეთის პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. დაგეგმილია პრეზიდენტის გამოსვლები საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში, ასევე საქმიან წევრებთან. პრეზიდენტთან ერთად საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტით იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თამარ კოვზირიძე. საქართველოს პარლამენტი ხვალიდან მუშაობას ოფიციალურად განაახლებს. პარლამენტი ეგრეთ წოდებულ მშობლებაში 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გავიდა. ხვალიდან კი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა გაგრძელდება და ორშაბათის ტრადიციული ბიუროს ხდომა გაიმართება. სავარაუდოდ მომავალ კვირას სესიების განახლება. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს მთავრდება, თუმცა პრეზიდენტმა პარლამენტს მუშაობის გაგრძელება ივნისის ბოლომდე დაავალა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ცენტრის ვალდებულებებში შედის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ახალგაზრდების გადამზადება. აფხაზეთიდან უამრავი ახალგაზრდა, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დღეს რჩება უმაღლესი განათლების მიღმა. შეიძლება კონკრეტული რიცხვებიც კი მოვიყვანო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეს არის დაახლოებით 200-250 ახალგაზრდა, რომლებიც ამთავრებენ ჩვენს სკოლებს ყოველწლიურად იქ და აქ კიდევ, ესე იგი, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ეს რიცხვი გაცილებით დიდია. ჩვენთან ძირითადი სპეციალობები ეს გახლავთ სამშენებლო სფეროთი წარმოდგენილი, პრაქტიკულად ყველა სამშენებლო სპეციალობა, ავტოტექნიკა, ავტომექანიკა, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის ლაბორანტის და სხვა უამრავი სპეციალობები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ დღეს აფხაზეთის მთავრობას. ლიტერატურულ კაფე კარავანში დღეს გივი ალხაზიშვილის პოეტური კრებულის პრეზენტაცია მოეწყო. 100 ლექსი გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა. 1970 წლიდან 2010 წლამდე დაწერილ ლექსებს შორის 100 საუკეთესო პოეტმა თავად აარჩია. პრეზენტაციაზე პოეტის შემოქმედება მისმა კოლეგებმა წაიკითხეს. მაღაზიის სტილის ჩემჩვენება რომ აი ეს პერიოდი 2010 წლის ჩათვლით 1970-2010 აი ეს პერიოდში რაც თავს გადამხდენია და რაც საერთოდ ეპოქას გადახდენია თავს ჩვენ ხალხს და ქვეყანას ეს სულისკვეთება შენარჩუნებულია და გამოხატულია. ვერთდებით ყველა სიხარულს მილოცვას მასთან დაკავშირებით რომ 100 რჩეული ლექსი გამოვიდა აი კარგი ასე ვთქვათ სანაკებო ქართველი პოეტის წიგნად და მეორე კითხვას დაწუნებული ვარ კიდევ ერთი საინტერესო წიგნით გაუმდიდრდება თავისი პირადი ბიბლიოთეკა.